ავთანდილ თოფჩიშვილი, გიორგი კირვალიძე, გიორგი ქორქია, რამაზ ჯორბენაძე, სულხან აბრალავა, ხვიჩა გოგოხია, ევა შაშიაშვილი, გოჩა ყატაშვილი. ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე რვა დაკავებული ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. გამოძიება მათ 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ძალადობრივ პროცესებში მონაწილე პირები წერენ, რომ სრულად აცნობიერებენ და ინანიებენ საკუთარ დანაშაულს, რაც მათი გათავისუფლების წინაპირობა უნდა გახდეს. იქიდან გამომდინარე, რომ გოჩა ტყეშელაშვილი არ არის და არასდროს არ ყოფილა არც ერთი პარტიის წევრი, არავის იცნობდა აქციაზე მყოფთაგან. იგი მივიდა მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, იყო ნასვამ მდგომარეობაში და შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევით მოხდა. გაჰყვა ხალხის მასას, იქ სადაც არ უნდა მოხვედრილიყო, რასაც ძალიან განიცდის და ინანიებს. უნდა მოგახსენოთ, რომ წარდგენილ ბრალს სრულად ვცნობ და გულწრფელად ვაღიარებ. მომხდარს ძალიან განვიცდით და ეს წუხილი გამყვება ალბათ სიცოცხლის ბოლომდე. მე თავიდანვე ვითანამშრომლე გამოძიებასთან, თავს ვცნობ სრულად დამნაშავედ, ვაღიარებ და ვინანიებ ჩადენილ დანაშაულს. ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პირები, რომლებსაც ოპოზიცია და მათ მიერ მართული მედია პოლიტპატიმრებს უწოდებდა, ახლა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ. სახელისუფლებო გუნდში მიესალმებიან დამნაშავების მიერ დანაშაულის გაცნობიერებას და ამბობენ, რომ ისინი ოპოზიციურმა ძალებმა პატიმრობისთვის გაწირეს. საზოგადოებამ ნახა, როგორ გაწირეს ეს ადამიანები კანონთან დაპირისპირებისთვის. ორგანიზატორებმა ხშირ შემთხვევაში ორგანიზატორები დღეს თბილად ხედან, სადაც ხედან არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანები მიუშვეს წინახაზე, მიუშვეს დაპირისპირებისთვის სამართალდამცავებთან და კანონთან, კანონის უზენაესობასთან. ეს ერთი. მეორე, კარგია თუ ეს ადამიანები აცნობიერებენ თავიანთ ჩადენილ დანაშაულს. მათ კი ვინც დაკავებულები პატიმრობისთვის გაწირეს, დღეს ამბობენ, რომ განცხადებები არ უნახავთ. აღიარების მიუხედავად ნაცმოძრაობაში დღესაც ამბობენ, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. მე ზუსტად არ ვიცი თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა თუ არა, მაგრამ მე მაგალითად ვნახე რამდენიმე ადვოკატის განცხადება, რომელიც ამ გავრცელებული განცხადების რეალურობას უარყოფდნენ. ხო, ამიტომ არ ვარ დეტალურად საქმის კურსში თუ რა ხდება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ ათობით და ასობით ადამიანი რჩება პოლიტიკური მოტივით საპატიმრო ადგილებში. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ დანაშაულის აღიარებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რომ 4 ოქტომბერს ძალადობრივი პროცესები და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა მართული იყო, რომლის მიზანიც სახელმწიფო გადატრიალებას წარმოადგენდა. ხდებიან იმასაც, რომ პასუხისმგებლობას თავს ვერ არიდებენ. გამომდინარე აქედან არის გამოწვეული სწორედ მათი ეს მოთხოვნა. დასავლეთიდან მოხდა ამ სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერა. ამიტომ რაღაცა პერიოდი მათ ეგონათ, რომ ისევ ეს დასავლეთის ის ძალები, რომლებიც მათ ამ გადატრიალებაში უჭერდნენ ხაზს, დაიხსნიდნენ მათ პასუხისმგებლობიდან. მაგრამ რო დაინახეს, რომ ეს ასე ვთქვათ არარეალისტური იყო და საქართველოს ხელისუფლება ასეთი ტიპის ზეწოლებს არ ექვემდებარება, მათ ასე ვთქვათ გადაწყვეტეს, რომ თავისი დანაშაული გააღიარონ. პირდაპირ აღიარეს მათ თავიანთი ქმედება, თავიანთი დანაშაული და აღიარეს ის, რომ არანაირი სინდისის პატიმარი ქვეყანაში არ არსებობს. რომელ სინდისის პატიმრობაზეა საუბარი 4 ოქტომბრის ღამეს კარგად დაგეგმილი რევოლუციური სცენარის განხორციელება დაიწყეს პრეზიდენტის სასახლეზე მიიტანეს იერიში და აპირებდნენ პრეზიდენტის სასახლის აღებას და პრეზიდენტის სასახლეზე ცეცხლითა და מחვილით შესეული ბრბო და მისი წარმომადგენლები რანაირად შეიძლება იყვნენ სინდისის პატიმრები, ხო წარმოუდგენელი ამბავია. 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის კონსტანტინე კოკაიას წერილიც გავრცელდა. ბრალდებული წერილში ირწმუნებოდა, რომ პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას თავაზობს, თუმცა თავად არ თანხმდება, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა გამოეხმაურა. საგამოძიებო უწყებაში განმარტეს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე მხოლოდ იმ ბრალდებულებთან ისაუბრებს, რომლებიც თავად მიმართავენ პროკურატურას ასეთი თხოვნით და რომლებიც ამავდროულად აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას.